გაგვიზიაროთ 2022 წლის სტატისტიკა, რომელმაც საკმაოდ შემაშფოთა. რადგან ამ სტატისტიკის მიხედვით ირკვევა, რომ 160 მილიონი ბავშვი არის ჭარბწონიანი. საუბარი გახლავთ 19 წლამდე ასაკის პირებზე და როგორც ამბობენ, აი ეს მონაცემი არის ზრდადი. თი ალბათ დამეთანხმები, რომ აი პატარა პუტკუდა ბავშვები ძალიან საყვარლები არიან, თავის ნაკეცები და იმით საჭმელი და ასე შემდეგ, მაგრამ ანუ ჭარბწონიან ბავშვებში რაც მართლა გახშირდა, ანუ ჩვენ თვითონ ხედავთ ექიმები. ხო, ამ ჭარბწონიან რაც თავარი არის, ბავშვებს შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ენდოკრინოლოგიური დარღვევები, რაც მე მოზრდილ ასაკში კიდევ უფრო რთულად გამოვლინდება. კი. თიკა, ნახე ენდოკრინული სისტემა მოიცავს თავს ორგანიზმს, ეს არის დიდი სისტემა, რომელიც სხვადასხვა ჰორმონებით არეგულირებს ჩვენს ორგანიზმის ფუნქციონირებას. და ნუ ჩვენ ნივთიერებათა ცვლაც დამოკიდებულია მის სწორ და გამართულ მუშაობას. ხო, ნუ ყველაფრის მოდერატორია, ანუ ეს ენდოკრინული სისტემა და განსაკუთრებით ახლა ბავშვი, როდესაც თან იზრდება, ხო? ანუ და მას უნდა მიყვეს ის სწორი მეტაბოლიზმი, ანუ ნივთიერებათა ცვლა, რომ ანუ ჯანსაღად და ჯანმრთელად გაიზარდოს და ამ სისტემის დარღვევების დროს, ანუ გარდა გარკვეული დაავადებების გამოვლინებისა შეიძლება ანუ ფსიქოემოციური მეხსიერება და ასე შემდეგ, რაც ანუ ბავშვის არასწორ განვითარებამდე მიგვიყვანს და ამიტომ მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ დროულად მიმართონ ექიმს. ნუ აქ აღსანიშნავი არის, რომ ყველაზე ხშირი რა არის, ხო და ყველაზე საშიში ამავდროულად არის ტიპი 1 დიაბეტი ბავშვებში, რაც სრულად უეცრად აღმოჩნდება ხოლმე და მას თავზარდამცემი არის ოჯახისთვის და ფარისებრი ჯგუფის დარღვევები. ციფრები რაღაცნაირად უფრო განგაშის ზარს გვცემს ხოლმე და ამიტომ ტიპი 1 დიაბეტი ახსნა ლეონმა და მე დავამატებ იმას, რომ ამავე სტატისტიკაში შეგვიძლია მოვიზიოთ ამასთან დაკავშირებითაც ინფორმაცია 1,200,000 ბავშვს მოზარდს, ანუ 20 წლამდე ადამიანს აღენიშნება ტიპი 1 დიაბეტი. ამას ემატება ის, რომ ფარისებრი ჯგუფის დარღვევები ვლინდება 1000 ბავშვიდან 37 ბავშვში, რაც ალბათ ასე ყურადღებოა. რა თქმა უნდა, ეს დარღვევები ფუნქციის, სხვადასხვა ფუნქციის მოშლას იწვევს და იგივე ეს ჭარბწონიანობა, რომელიც როგორც ვახსენეთ, საკმაოდ ზრდადია, თავისებურად ჰორმონალურ ბალანსაც არღვევს და ეხება, ხო? ანუ საკმაოდ ესეთი მასშტაბური და მრავალმხრივი პრობლემა არის. ხო, ნუ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ პედიატრიულ ენდოკრინოლოგიურ და ანუ სიმპტომებზე და დაავადებებზე, ანუ მშობლებს უნდა კონდეთ ინფორმაცია, რომ ანუ არ გამოეპაროთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი და მიმართონ სპეციალისტს. მოდით, ამიტომ ჩვენი მშობლების ესე ვთქვათ, ინფორმირებულობაზე ვიზრუნოთ, ვუთხრათ ნიშნები, რომელიც არ უნდა გამოეპაროთ ბავშვთან ურთიერთობისას და როდის არის აუცილებელი ექიმის ჩართულობა და რასთან შეიძლება ქონდეთ მათ საქმე, ეს უკვე გავარკვიოთ პირდაპირ პროფილის სპეციალისტთან და დავპატიჟოთ კლინიკა N Medicine-ის ბავშვთა ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი მარიამ ბალახაძე. თავაზეთ, მიირთით წყალმთის 0% ბრომატით, წყალმთის იცხოვრეთ სრულყოფილად. რა თქმა უნდა, მარიამ გვაინტერესებს მომართვიანობის მიხედვით დაუშვათ რა იკვეთება, რა ენდოკრინულ პათოლოგიებთან დაკავშირებით არის უფრო მეტი მომართვიანობა მშობლების მხრიდან. ყველაზე ხშირად მოგმართავენ სურთ გამოიკლიონ ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები და დიაბეტი. ამ ბოლო დროს ძალიან მიხარია მოდიან სიმსუქნის დროსაც, ანუ როდესაც ხედავს მშობელი, რომ ბავშვს სიმსუქნე აქვს, უკვე თვლის, რომ ენდოკრინოლოგს უნდა მიმართოს და ეს ძალიან მახარებს ეს ფაქტი, იმიტომ რომ ადრე ესე არ იყო. ადრე თვლიდნენ, რომ ჯანმრთელია. სუქანი ბავშვი ჯანმრთელი ბავშვი იყო. დაახლოებით რა ასაკის ბავშვების მშობლები იწყებენ ნერვიულობას დაუშვათ ჭარბწონასთან დაკავშირებით? ძირითადად უკვე სქესობრივი მომწიფება რომ იწყება, მინდა გითხრათ რომ ჭარბი წონაც სადღაც ამ პერიოდში უფრო ხშირად იჩენს ხოლმე თავს, თუმცა ადრე ასაკის ბავშვებიც უფრო პატარებიც მოყავთ. დიაბეტის გამოსაკვლევათო თქვენ ახსენეთ, ხო აი სიმპტომები როგორი ახასიათებს შაქრიან დიაბეტს?
რომელიც აუცილებელია უკვე რომ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მოხვდეს. შაქრიან დიაბეტს ახასიათებს ტრიადა, ეგრეთ წოდებული, როდესაც პაციენტს აწუხებს გაძლიერებული წყურვილის შეგრძნება, გახშირებული შარდვა და მომატებული მადა. აი ახლა უცებ როგორ ჩობელმა რომ ვიფიქრე, დავუშვათ ბავშვი როცა დარბის, უნდება ბევრი წყალი, ხო გვინახავს რომ დარბიან, დალევენ წყალს გაიქცევიან. ლოგიკურად ახლა ბევრ წყალს რო სვავს, ბევრ შარდავსაც და ახლა ბავშვია, ირბინა ბევრი და რა თქმა უნდა ჭამაც მოუნდა. აი თითქოს არაფერი ისეთი, ხო? აი ეს არის არაბუნებრივი წყლისმა. ანუ ძალიან ბევრ წყალს სვამენ, ღამეც იღვიძებენ წყლის დასალევად და ძალიან ბევრ შარდავენ. და როდესაც აქამდე მსგავსი სიმპტომები არ ყოფილა და ეხლა წამოვიდა, ამას აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება. ასევე უმიზეზო წონაში კლება. თუმცა უნდა ვიცოდეთ ასევე ტიპი 1-ის სიმპტომები როგორია და ტიპი 2 დიაბეტის, რომელიც ასევე ძალიან გახშირდა ბავშვებში ზუსტად სიმსუქნის გამო. და ტიპი 2 დიაბეტი ისე მწვავედ არ ვლინდება, როგორც ტიპი 1 დიაბეტი. ბავშვებში და შესაბამისად თუ ბავშვს აქვს სიმსუქნე, თუ მისი მემკვიდრეობა დატვირთული არის მის მშობლებს, ბებიებს ან დედმამას აქვთ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, თუ ბავშვს განსაკუთრებით აი მუცელზე აქვს გამოხატული ეს სიმსუქნე, პუბერტატის პერიოდშია, პოლიცისტური საკვერცხების სინდრომის დიაგნოზი დაესვა, გაუჩნდა უმიზეზო ლაქები, აი მშობლები ხშირად იძახიან, რომ აი თითქოს ჭუჭყიანი აქვს, ხეხავ და არ გაზდის, განსაკუთრებით კისერში და იღლიის ფოსოებში, აი შავი აკანტოზი ქვია ამას, ძალიან დამახასიათებელია ინსულინის მიმართ რეზისტენტობის მქონე ადამიანებისთვის და აი ამ სიმპტომებს თუ ამჩნევენ, შეიძლება აქ უკვე იყოს ნახშირწყლოვანი ცულის დარღვევა გამოვლენილი და შესაბამისად უკვე კვლევა გვჭირდება, განსაკუთრებით სქესობრივი მომწიფების დროს. რა თქმა უნდა, ბავშვებში ძირითადად 80% შემთხვევაში ტიპი 1 დიაბეტი გვაქვს, მაგრამ ესეთი ბავშვები უფრო გამხდრები არიან და დიაბეტი ამ დროს იწყება ძალიან მწვავედ. აი ატყობთ, რომ ბავშვი ცუდად არის, არ არის შენიღბული არაფრით. ძალიან მწვავედ და დრამატულად. აი რაში გამოიხატება, რომ ჩვენს მაყურებელს რო აუხსნათ, ძალიან კარგი იქნება, აი სისუსტე. საერთო სისუსტე, მივარდნილები არიან, ისევ აღნიშნავ იმ ტრიადას ძლიერ გახშირებული წყურვილის შეგრძნება, გახშირებული შარდვა და მნიშვნელოვანია შეიძლება შეამჩნიონ აცეტონის სუნი პირიდან, იმიტომ რომ ტიპი 1 დიაბეტს ახასიათებს. ახლა გადავინაცვლოთ უკვე ფარისებრი ჯირკვლის სხვა ტიპის დარღვევებზე, რას გვეტყოდით აქ, დავუშვათ რამდენად არის ხშირი ასეთი მომართვიანობა თქვენთან და რას მოიცავს ასე ვთქვათ. აუცილებლად სურთ რომ გამოიკვლიონ ეგრეთ წოდებული ციყვი. თუმცა ციყვი მხოლოდ ქვია ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ გადიდებით, შეიძლება მისი ფუნქციის დარღვევით, ან მომატებით, ან დაქვეითებითაც გამოვლინდეს. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება ბავშვებში უფრო ხშირია, ვიდრე ეგრეთ წოდებული ტოქსიური ციყვი, როდესაც მომატებული არის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია. შესაბამისად, როდესაც გვაქვს დაქვეითება ფუნქციის, ამ დროს პაციენტები უჩივიან საერთო სისუსტეს, დაღლილობას, ძილიანობას. მძიმე შემთხვევებში შეიძლება შეაჩერონ ზრდა. გამოხატული აქვთ ძლიერ თმის ცვენა, კანის სიმშრალე, ცოტა მოყვითალო ელფერი დაჰკრავთ ხოლმე კანზე და სიმსუქნე კი არ არის, რაღაცნაირად აი შეშუპებულივით არის ამ დროს პაციენტი. უჭირთ სწავლა, თუ ადრე კარგად სწავლობდა და იმახსოვრებდა ყველაფერს, ეხლა დასწავლის პროცესი ძალიან გართულებული აქვს. ფიზიკური დატვირთვა უძნელდებათ, უფრო აპათიურები ხდებიან, ინტერესს კარგავენ, მეგობრებთან ურთიერთობის, სკოლაში სიარულის, ანუ თავის თავში იკეტებიან და საერთო სიმპტომატიკა ესეთია. ხოლო რაც შეეხება პირიქით სიჭარბეს, ამ დროს ბავშვი არის აგზნებული, შფოთავს, აქვს გულისფრიალი, მომატებული აქვს ოფლიანობა, შესაძლოა გაუხშირდეს კუჭის მოქმედება, ტრემორი აქვს ხელების, ანუ უკანკალებს, ხანდახან მთელი სხეული კანკალებს და
თუ ეს გამოწვეული არის გარკვეული ავტოიმუნური პათოლოგიით, შეიძლება ამასთან დაერთოს თვალების ფორმის ცვლილება, რომელსაც ორბიტოპათიას ვეძახით, ანუ ცოტა წინ წამოიწევს თვალები, ცრემლდენა ეწყებათ, თითქოს უცხო სხეული მოხვდათ თვალში, ქვიშის შეგრძნება აქვთ თვალში. და უკვე სქესობრივი მომწიფების პერიოდში სქესობრივ მომწიფებაზეც აისახება ეს, თქვათ, ჰიპოთირეოზის, ანუ დაბალი ფუნქციის შემთხვევაში ირევა და ასევე ანუ მომატებული ფუნქციის შემთხვევაში მენსტრუალური ციკლის დარღვევები გვაქვს, ხოლო ჰიპოთირეოზის შემთხვევაში შეიძლება სქესობრივი მომწიფების შეფერხებაც გამოვლინდეს, ანუ დაიწყოს სქესობრივი მომწიფება და შემდეგ უმიზეზოდ გაჩერდეს. აი პუბერტულ ასაკთან ვიყავით ძალიან ისე და ყოველთვის ესე ხდება ხოლმე ამ პერიოდში ვლინდება ეს თუ უფრო ადრეულ ასაკში შეიძლება რომ თქვა გამოვლინდეს და ყველაზე ხშირად ვლინდება სქესობრივი მომწიფების პერიოდში. თუმცა რა თქმა უნდა, უფრო ადრეულ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს. მე 1 წლის პაციენტიც მყოლია ავტოიმუნური თირეოიდიტით. მოგეხსენებათ ასევე თანდაყოლილი ჰიპოთირეოზებიც გვაქვს და ზუსტად იმიტომ არის საქართველოში სკრინინგი, რომ ბავშვი დაიბადება თუ არა, მაშინვე ამოწმებენ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას, იმიტომ რომ ეს იმდენად კრიტიკული არის ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის და იმდენად კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობა თავის დროზე და სწრაფად დავიწყოთ, რომ არ განვითარდეს შეუქცევადი ცვლილებები ინტელექტის და ასე შემდეგ განვითარებაში, რომ ანუ სკრინინგია, დაიბადება ბავშვი, ვამოწმებთ. კვანძები შეიძლება გქონდეთ ბავშვებს, აი ფარისებრი ჯირკვლის კვანძი. სამწუხაროდ კვანძები შეიძლება გქონდეთ და შეიძლება ავთვისებიანიც იყოს ეს კვანძი. ძალიან სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ამისი შემთხვევებიც ყოფილა დაფიქსირებულა. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ თემაზე საუბარი, მით უფრო რომ ბავშვი მოზარდი, რომელსაც ასეთი სიმპტომები შეიძლება აწუხებდეს, რომელზეც გვესაუბრა ექიმი, უბრალოდ ამის მოსმენაც კი რთული იყო და ახლა წარმოუდგენელია ასეთი სიმპტომებით ბავშვი შვიდაც განაგრძობს ცხოვრებას. კარგია რომ ვისაუბროთ აი ამ გამოვლინებებზე, იმისათვის რომ მეჭვი იქნას მეტანილი, თუ კი არსებობს ასეთი სიმპტომატიკა თქვენი მოზარდების შემთხვევაში და რა თქმა უნდა, ექიმთან ურთიერთობა იქნება დროული აღმოფხვრა ყველა არასასრული გვერდითი მოვლენის თუ არასასრული განვითარებების, რომელიც შეიძლება ახლდეს იგივე იმ ჭარბწონას, იგივე ენდოკრინულ სხვადასხვა დარღვევებს და პათოლოგიებს, რომელსაც მიუძღვენით ჩვენი დღევანდელი ბლოკი და მადლობა თქვენ სტუმრებს. მადლობა თქვენ მოწვევით.